მოგესალმებით. დაიწყო შემდეგი მატჩი Owned by versus Kiraji Warriors. ეს უკვე არის ლუზერების ბრეკეტის ნახევარფინალი, სადაც დამარცხებული გუნდი ტოვებს ტურნირს, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაუპირისპირდება Wise Monkeys, რომელიც წეგან დამარცხდა Rage Against-თან და ჩამოვარდა ლუზერს ბრეკეტში. დაიწყო უკვე ბამფიკ სტადია. რა თქმა უნდა, Kiraji Warriors ტაქტიკები და სტრატეგიები ძალიან საკმაოდ ისეთი გახდა, ყველამ გაიგო, რა სტილის თამაში თამაშობს ეს გუნდი, შესაბამისად, ვიზაჟი და იო დაიბანა, რაც ძალიან კარგად და ეფექტურად იყენებდა Kiraji Warriors ამ ყველაფერს, ხოლო რაც შეეხება Kiraji-ს ბანს, ლეგიონი და ვარლოკი, ის ფაქტორიც იმოქმედებს აქ, რომ არანაირი წარმოდგენა არ აქვს on-base თამაშის შესახებ Kiraji Warriors, რადგან მათი სტრიმინგი არ მოხერხდა vote-ის გამო და ნახოთ უკვე უშუალოდ პიკები. ხედავთ owned by დავის პირველ პიკად ლაიონი, ხოლო Kiraji Warriors-საც შეეხება პაკი და ერშეიკერი, ეს პაკი სავარაუდოდ იქნება ოფლეინერი, რადგან ცოტა სარისკოა გამოკვეთო პირველ პიკზე ისეთი მიდლეინერი, როგორიც არის პაკი. ერშეიკერსაც შეეხება სავარაუდოდ ლეინ საპორტი იქნება და ნახოთ მეორე პიკი რით უპასუხებს owned by სლარდარი დაიფიქა. მეოთხე პოზიციას სავარაუდოდ უკვე საკმაოდ დიდი კონტროლი აქვს ორივე ტიმს. და გადავიდეთ ბანებს, ლაისტილერი, რასაკვირველია. და მესამე პიკი, ბანი on buy-სგან. თითო დამარცხდა, წაგება აქვს ამ გუნდებს ონლაინ ტურნირზე. საკმაოდ კარგი მაჩვენებლით მოვიდნენ ლან ტურნირამდე. ნახოთ, როგორი დაპირისპირება გვექნება. აბადონის ბანი. ტინკერი მიაყოლეს, ნახოთ ეს ყველაფერი. ტინკერი ყველა თამაში ბანში იყო დღეს. ხო, ეს უკვე მეოთხე თამაშია ზედზედ ბანში იმყოფება ეს მერი. ნახოთ ამჯერად თუ მეტყველებს Terror Blade-ის Terror Blade დაიბანა, დრო უკვე სერიოზული განაცხადი Kiraji Warriors-ისგან, მეინქერი გამოკვეთა დროუს აურაზეა ეწყობა თამაში სავარაუდოდ, რაც ყველამ კარგად ვიცით რამდენად ეფექტურია. ტინკერის მას Terror Blade-ის ბანით უპასუხეს და Troll Warlord-ი ისევ ერთხელ. სამი საკმაოდ აგრესიული და ძლიერი გმირი ყავს on buy-ს უკვე. Kiraji Warriors-ის პიკიცაც არა უშავს. აქაც გვაქვს ბევრი კონტროლი, როგორც აღნიშნე, პლუს ერთი გამოკვეთილი. და პლუს Templar Assassin-ი დაამატეს. Prestigen Aura Templar Assassin-ზე არის კატასტროფა და მაგიტომაც ლოგიკური იყო. SF-ს ვფიქრობდი, მაგრამ Templar-ს არა მიდლეინერს უნდა გაუძლოს Templar-ს. მე არ ვიცი, ალბათ საკმაოდ ტანკი უნდა იყოს. და უკვე ასე ვთქვათ, late game-ისკენ Templar-ი რამხელა დემიჯზე იქნება წარმოიდგინე. საოცარი, Maelstrike-იც თავისუფლად შეიძლება თუ ეხლა უკვე უნდა იფიქროს კარგად owned by-ი, რითი შეიძლება უპასუხონ ასეთ მასიურ დემიჯზე, დემიჯს რითი გაუძლონ, ასე ვთქვათ. ალბათ რაღაც ოფლეინერი დაჭდება ცოტა უფრო ესე ვთქვათ, დემიჯ გამძლე. რაც შეიძლება რომ მაქსიმალურად კარგად. ხო, კიდევ ერთხელ რაც შეეხება თიმებს, Kiraji Warriors-მა გვანახა საკმაოდ კენსერ სტრატეგია, რაღაც შედარება რომ გავაკეთოთ, ქსელში ახვევდა ყველა მოწინააღმდეგეს, იმდენად ძლიერი early game-ი ჰქონდათ, ხო, რაც შეეხება on buy-ს, Sand King-ი უკვე ძალიან დიდია კონტროლი კიდევ ერთხელ. ეს თავისთავად, ეხა რამენაირად უნდა აკონტროლო, ხო, ეს Templar-ი და Draw Ranger-ი. ოთხოში Draw Ranger-ის დაცვა უფრო საჭირო გახდება, თავისთავად იმიტომ რომ უბრალოდ ნაკლები HP და გამძლეობა აქვს Templar Assassin-სგან განსხვავებით. რაც შეეხება on buy-ს, იმ მიზეზის გამო რომ სტრიმინგი არ მოხერხდა მათი თამაშის შედარებით უცნობია მათი სტრატეგიები, თუმცა ძალიან კარგად ნაცნობია ჩემთვის, უკვე თქვი რომ ჩემი ყოფილი ტიმმეიტები არიან, რაც შეეხება Sand Kings ნენი არის აქ ოფლეინერი, ყოველთვის მიყვარდა მისთვის Sand King-ის მიცემა, რადგან უბადლოდ იყენებს ამ გმირს. და ნახოთ როგორ გაართმევენ თავს ერთმანეთს თიმები. როგორც ჩანს Kiraji Warriors-მა სტრატეგია შეცვალა, რადგან უკვე აშკარა late game-ზე აქცენტი გაკეთებული. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, თუმცა early game-ში თავისუფლად შეიძლება, რა თქმა უნდა, Draw Ranger-ის ასე ვთქვათ, პირველივე მე-6 level-დან tower-ების push-ი
ნახოთ, უკვე თამაში გვანახებს. აქ როგორ განვითარდება მოვლენები. დრო რეინჯერამდე მიაღწია რომელიმე ხო, არა, ეხა მასე ყველაფერი გამორიცხულია მე უბრალოდ თავის ეხა ეგ გასაგებია ისაც. მე უბრალოდ დაახლოებით ასე ვთქვათ მომავალში მინდა გამჭვირთო რა შეიძლება მოხდეს, თორე ეხა თუ რა თქმა უნდა დრო რეინჯერი თუ გააკონტროლე მისი მოკლა აღარ გაჭირდება ეგ, აღარ გაუჭდება ტროლს. ნუ ინვოკერის ბანი ვიხილეთ. რატო საინტერესოა თავისუფლად შეიძლება მიდლეინერი აკლია on-buy. ხო, მაგრამ ნუ ტემპლარი თავისუფლად უმკლავდება. კირაჯი ვარიოსაც შეეხება, ნუ როუმერი ყავს დატოვებული ამ გადასახეთიდან ასე ჩანს. მაგრამ შევია კირაჯი ვარიორს უცნაური გადაწყვეტილებები. ნუ მანში შეიძლება კიდევ ერთი აურა მოიცილა. უნდა ეს ძალიან საჭირო იქნებოდა. ანუ შეიქეს გაშვება. ხო, ნუ ფაკი ყავთ უკვე ოფლეინერთან, ნუ მეხუთე პოზიციის მეხუთე პიკი on-buy-სგან მიდლეინერი სავარაუდოდ. ხო, ან კერი თუ ტროლორს საკმაოდ დიდი დემიჯი, საკმაოდ დიდი, ნუ რა აკლია ახლა ამ შემთხვევაში ამ teams. ლინა შეიძლება ფიქრობ, რა ვიცი. მე ვფიქრობ უფრო სხვა ნაბიჯი უნდა გადადგან. ლინა ვფიქრობ არა უშავს. ძლიერი teamfight-ი, დიდი კონტროლი, დიდი დემიჯი, ყველაფერი აქვს თითქოს. ალბათ უფრო escape-ერი გამძლე გმირი სჭირდება, რადგან ნუ არანაკლები პაკის დრინკოილის ინიციატივა ეკოსლამი, იქ ორი კერი, ანუ დროუ რეინჯერი და ტემპლარ ასასინი ყავს, რომელიც ნუ პატარა უზუსტობა და მომენტალურად გაგანადგურებს. მაშინ ვიფიქროთ, როგორია ესეთი. მაშინ Queen of Pain აქვს გაქცევის საშუალებები ბევრი. ჩემი აზრითაც ეგრეა უფრო მაგრამ ისიც არ ჭირდება on-buy-ს რომ early snowballer-ი mid-laner-ი ყავდეს. შეიძლება კერი space-ი მისცე, რადგან space-ი იმდენად არ. აქ კერიზეც შეიძლება ფიქრობ, იმიტომ რომ ტროლორდიც შეიძლება warlord-იც თავისუფლად შეუძლია მიდზე წასვლა. არ ფიქრობ მამაზე და სწორედ კერიზე ფიქრობენ და კერიზე თუ ფიქრობენ ამდენი ხანი ძალიან გაეწელა და ავსავარდოთ მაინც კერი არის. ხო არ ვიცი, ნუ მოკლედ აი დაველოდოთ, საინტერესო იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩამოვთვალეთ უკვე რამდენიმე ვარიანტი, გამართლება თუ არა ნახო. ნუ ლინაც ვიგულისხმენ. მირჩება on-buy-ს და ეს უკვე ეს მედუზა აი ჯერჯერობით არ ვიცით მაინც ვინ წავა მიდზე. თუმცა დიდად სავარაუდო რომ მედუზა კი ალბათ ყველაზე ძლიერი კი როგორც ტემპლარს მოდა შორის სნეიკის გამო ფაქტობრივად რუბიკი საკმაოდ საინტერესო აი რუბიკს ეკნება ძალიან ბევრი სამუშაო პირველ რუკაზე ძალიან ბევრი სამუშაო და სერიოზული პიკი ვიხილეთ on-buy-სგან last pick-ზე ნამდვილად არ მოველოდი მედუზას მითუ მეტეს რომ თუმცა არც მე რუბიკს კირაჯი ვარიორსგან ის უნდა გავითვალისწინოთ რომ არც ერთი გმირი კირაჯი ვარიორის არ არის natural diffusal builder-ი ანუ რომ მედუზას შეუქმნას პრობლემა ამითი ნუ late game-ში 100%-იან უპირატესობას ვანიჭებ on-buy-ს იმ შემთხვევაში თუ რაღაც შეცდომა არ მოხდა ხო შეცდომა თუ არ მოხდება აბსოლუტურად ნუ რუბიკი სლარდარის ultimate-ი, ეპიცენტრი, stone gaze-ი, ნუ საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა აქვს რუბის ამ შემთხვევაში. ხო, ნუ მედუზას გაჩერება ხა late game-ში. ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ მინიმუმ 1-20 წამი მაინც გაჩავს ალბათ. ჩვენ ვიხილავთ იმას, რაც გვინდა, არის early game-ი, არის late game-ი, არის team fight-ი. კი, არის team fight-ი და ყველაფერი არის იმისთვის, ნუ მე ვფიქრობ რომ on-buy გაუმკლავდება თავის საქმეს და აი გაუმკლავდება თუ არა კირაჯი ვარიორსი, ეს უკვე ცოტა მაინც საფიქრელია. ლეინინგი შედარებით ძლიერი აქვს, ნუ კი. არა, ლეინინგი აბსოლუტურად ორივე ტიმში დაახლოებით თანაბარი არის. ვინც არ უნდა აიღო ეხლა. ხო, აი მაგალითად, ნუ აქ უკვე ერთმანეთს აღარასებს გოალ და სკორპიო. ნუ იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ სენტკინგს ძალიან დიდი პრობლემები ექნება ლეინზე დროუ რეინჯერთან, ასევე მედუზა მოგეხსენებათ პლუს რუბიკი ეყოლება. ხო, ნუ ძალიან late game-ის გმირია მედუზა. ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენადაც დროუ რეინჯერს უკვე შეუძლია. ანუ პაკი აქ ყველაფრის საკვანძო ფიგურა, იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში, ამ თამაში ყველაზე მეტია დამოკიდებული მასზე და მოდით ახლა უშუალოდ გავაცნოთ ვინ რაზე ითამაშეს, ინკი ტროლ ვარლორდზე. ვიპლეში მედუზაზე. შემდეგი სკორპიო სლარდარზე
სენტკინზე ნენი, როგორც უკვე ვახსენე და ლიონზე ითამაშებს ლოუდინგი და ეს არის გუნდი owned by მეგობრებო. ახლა უკვე Kiraji Warriors რაც შეეხება მიდლეინერი მაპატიათ ეს იქნება ოფლეინერი ხო თუ XOXO ხო ვისპიძე ხო იქნება Earthshaker-ი Discovery იქნება მიდლეინერი Templar Assassin-ი Excel რა თქმა უნდა Carry Draw Ranger-ი და Rubik-ი მრგვალი ეს კი გუნდი Kiraji Warriors-ი Discovery-ის Templar Assassin-ი უკვე ნახეთ გახსოვს ალბათ ის თამაში საკმაოდ კარგად გამოიყენა ნახოთ რა მოხდება სალვე წაიღო მედუზა რა თქმა უნდა უპირატესობა ექნება აქ Templar Assassin-ით რადგან რეფრაქშენით ყოველთვის დაბლოკავს იქ Mystic Snakes შესაბამისად დაჰარასებას ვერ მოახერხებს მედუზა ხო ხედავთ უკვე ოფლეინზე რა ხდება ჯეჯობით Wisp-ი ეხმარება Xos level 6 fissure-ი დაასწრა ორჯერ Discovery პრობლემები აქვს სტანი წავიდა დალია თორთები გამოიყენა ერთი წავიდა Snake-ი Whiplash-ისგან თუმცა მაინც აქვს უპირატესობა ტას იმ ხრივ რომ Mystic Snake ლოდინგი ერთაღმა Wisp-ისგან და შეიძლება რა გააკეთა აქ Lion-მა და First-Blood Wisp-ის შესრულებით პატარა შეცდომა თუმცა შეცდომა იყო და First-Blood-იც ვიხილეთ Earthshaker-ის შესრულებით ტყილა არის როგორც ჩანს ტყეში თავისი შანსი მაინც გამოიყენა ხო და მედუზა არ უნდა დატოვონ ამ სიტუაციაში მარტო იმიტომ რომ პლუს ამას Mystic Snake-ის თელი ეფექტი არის იმაში რომ კრიპისგან გაარტყა მოწინააღმდეგე მიდლეინერს და დიდი დემიჯი ქონდეს უფრო ხოლო ეს თავისთავად იწევს დროს Discovery-ისთვის რათა refraction-ი გამოიყენოს დროულად და დაბლოკოს დემიჯი აქ ლეინზე როგორც ხედავთ პაკმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა შეიკერთან ერთად თუმცა აი წავიდა ხა შეიქერი მიძე სავარაუდოდ ან მოიპარავს რუნეს ლიონის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი საპორტი არის ლეინზე ბასილიუსი მოვიდა ვიფლეშთან ამ წამს კურიერთან ერთად ხო ნახოთ გადავალოთ კრიპს და ტეპს მედუზა 7 და ასევე 7 კრიპი ყავს. იქ Excel-ი დატოვებულია მარტო. ხო, მაგრამ ეხა ნენის წინააღმდეგ ანუ გულისხმობ Sand King-ი პრობლემები არ უნდა კონდეს. აი ხედავთ, რამოდენი ვიქრი Excel-მა, კარგი, ყველა შეიძლება ვორდები. ცრავი აქ ფიჟერი, პირველი ფიჟერი, აქ ხედავთ რომ Slardar-იც Scorpios სახით გადმოვიდა უკვე top 0 ხედავს. აი მრგვალი შეტევა იქნება, შეიძლება ნენზე, აიწევა რა თქმა უნდა ტელეკინეზი რა თქმა უნდა. ჯერობით ახარასებს რა თქმა უნდა, ცოტა მოაკლოს HP, თუმცა Excel-ი არ ჩქარობს და ფარმავს კრიპებს. მაინც შედარებით მარტივ სიტუაციაშია Sand King-ი. კი. ვიდრე თუ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ჯანგლში გადავიდეს პაკისგან განსხვავებით. პაკისთვის აუცილებელია ლეინზე ყოფნა. თუმცა ფაქტად აი ხედავ 7 კრიპი აქ. და თუნდაც იმავე Sand King-ს უსწრებს 3 კრიპით. აი პირველი ტინეკინესი თუმცა ხო არაფერი საინტერესო. სიწნარია ჯეჯრობით პლუს 1000 გოლდი მიყავს Radiance. ისიც საინტერესოა იმ შემთხვევაში თუ ტროლის ultimate-ს მოიპარავს Rubik-ი უბრალოდ იქ სასაკლაო აიწევა. და მედუზას აი ხედავთ ეხლა ხდება მოვლენები mid-lane და Discovery-ის პრობლემები ექნება რომ კი სტანი ერთი თუმცა აქ ფიჟერით დაბრუნდება და პირიქით არ მოგწევს Scorpio refraction-ი და დამთავრდა ყველაფერი დამთავრდა 20 იყო არ გამოვიდა რა თქმა უნდა დასაწყისისთვის ძნელი რა თქმა უნდა Templars მოკლა მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე რთული რთულია მოკლა early game-ში მithomდეს აი ნიენსკი პრობლემები აქვს ამიტომ ესე თქვა save სტანი თუმცა ტელეკინესი და ასევე გადის გახსნა Sandstorm-ით გადის. ხო, Sandstorm-ი და დაიხევს save პოზიციაზე. ცდილობენ kills გაკეთებას ორივე გუნდი და ჯეჯერობით ყველა გადარჩა. ლიონმა მაქსიმალურად უნდა შეაწუხოს ახლა სტანის და მანადრეინის კომბო უნდა გამოიყენოს სისტემატიურად.
აი, ჰექსი, ინკი ახლოს არის, ასევე სკორპიო და იქსოს ავარაუდოთ. კი, აქ ორბი გადახტა, სანმაგარი ბევრი დემიჯი შეიტანა იქ საილენსი იქსომ. თუნდაც ფიჯერი აქ მოკვდებოდა ორი კაცი. კი, მინიმუმ ორი კაცი მოკვდებოდა, აქ ინკი სკორპიო დარწმუნებული ვარ და შეიძლება ტრიპლ კილის გვენახა თავისუფლად. სკორპიო ხედავთ, ჯეჯობით არტოვებს მაინც ტყეს და იქსოზე შეიძლება კიდევ ერთ შეტევას. ნუ წინა წვილისგან განსხვავებით უკვე გამოზომილი და დაალაგებული თამაში გვაქვს, რა თქმა უნდა, არსად არ ეჩქარებათ, შესაბამისად კილებიც არ არის ბევრი. ნუ ლეით გეიმზე აშკარად აქცენტი გაკეთებული, ნუ საილენსი ძალიან ცუდად მოქმედებს იქ სენტკიგის წინააღმდეგ და ნახოთ მოკვდება, არა ბარო სტრაიკით. ერთი დარტყმაკლია, თუმცა გადარჩება ნენი ამ სიტუაციაში. ნუ გაუმართლა ძალიან. ესეც უაღიაროთ. საილენსი კარგი იყო, ტელეკინეზიც სწორად როული, თუმცა პატარაზე გაუმართლა სენტკიგს, არ გაუმართლა რედიანს. ნუ კრიპები 25 ტემპლარს, 20 ვიფლეშს. ნუ თანაბრად არის, ასე თუ ისე 5 კრიპი ბევრს არ წყვეტს, რა თქმა უნდა. ნუ ლეით გეიმ პოტენციალსაც შეეხება, ჩემი აზრით, ჩვეულ სტილში ქირაჟი ვარიორსმა უნდა იჩქაროს თამაშის დამთავრება თუ ამის სიტუაცია ექნება, რა თქმა უნდა, რადგან ლეით მედუზა ეს უკვე ცალკე ფენომენია, რაც არის ფაქტობრივად დაუძლეველი თუ უშუალოდ გაკონტროლი არ არის. პლუს ამ ყველაფერს ექსპლოტიანი ტროლი და მიდი და მოკალი, ხო? ნუ იქ კონტროლი. კი, ტემპლარი ყავს, კი, დრო რენჯერი ყავს, მაგრამ გამძლეობა ნაკლები. ვიდრე მოწინააღმდეგის. ნუ აქ XO სკორპიო ძალიან დიდი ხანი დგას უკვე ტყეში, ჯობია გადავიდეს სადმე სხვაგან. ხა დაფულონ ლეინი, აუცილებლად პაკი უფრო შეიწიოს, რომ ვერაფერს ვერ უშავებენ ჯერჯერობით, ტყუილად დგას იქ ორი საპორტი. დისკავერის შეეხება მედუზა არ ჩამორჩება. კი, როგორ არ ჩამორჩება, უკვე 12 კრიპი დაგებს თუ დააკვირდები. ასევე ძალიან წინ არის ექსელი დრო რეინჯერზე. კარგი ფიჟერი, საილენსი მოკვდა აქ ორბით. იქსოს ძალიან კარგი თამაში, მინუს ლაიონი, თუმცა იქსოსაც გაიყოლებენ. ნუ გაიცვალა ორი გმირი და შეიკერი ახლა. კარგია პლუს ტელეკინეს და ერთი დარტყმა და მინუს ლარდარის. ნუ რო ხედავთ early game-ში რამოდენიმე კარგი ქილი შემოგთავაზეს უკვე ქირაჟი ვარიორის მოთამაშეებმა და წინ გადიან უკვე 2.5 ნეტვორსით. ნუ ექსელი, ნუ 51 კრიპი, აქვს უკვე ისა ფეხი დაამთავრა. Power Trincy. ნუ აი ხედავთ თუ როგორ გაწონასწორებულად აკეთებენ თავის საქმეს მოთამაშეები. ეხლა Smoke-გან კი მზადდება შეიკერზე. ნუ ნახოთ სლარდარი, არა, უკვე Tower-შია, დაივი არღირს აქ, ნუ გაიჰექსა მედუზა შეყვა მის ტიპოლოგიას და გადმოვიდა პაკი მომენტალურად და ეხლა კონტრინიციატივა ფიჯერი შეიძლება თუ გააღწიეს ტემპლარმა გაანელა მედუზა, თუმცა მანაშილდი ამოეწურა მას ძალიან დაბალი აქვს სიცოცხლე და ეხლა გასტივიხილე დროუ ანელებს, არ გამისა და ლიონი მოკლეს კონტრინიციატივა და მომენტალური რეაქცია ქირაჯი ვარიორსისგან. ნუ გამოიცანი შენ, არასწორი დაივი იყო და შეეწირა ამ ყველაფერს ლაიონი კიდევ ერთხელ. ხო, ხომ რგვალის აჰარასებს ინკი შეეცდება იქ გააგდოს ლეინიდან. ნუ სენტკინგის ბლინკ დაგერი რადიკალურად შეცვლის სიტუაციას თამაში. ორსკოში ჯეჯები ჩორს არის. მერვე წუთზე. მერვე წუთზე თავერი გაიტანა. ნუ რა თქმა უნდა დროუ გეიმი. ხო. 4000 გოლდით წინ არის ქირაჟი ვარიორსი, ბრავო ბიჭებს, ტემპლარმა აყოლა დაამთავრა, აქვს ფეხი, მიდის უკვე დესოლატორზე. რაც შეეხება ტელეკინესი უკან ცოტა უკან ორბი ასევე იქსო კარგი საილენსი ერთ-ერთი აშორებს და იქნება ინკის. ნუ უკვე რაღაცა სერიოზული კილი იყო. კარგი კილი იყო. ისე იმდენად გამოიწვია რუბიკმა ინკი, რომ ბოლო-ბოლო შეაკლა თავი. მედუზა საინტერესოა მიდასზე თუ წავა, რადგან ამ თამაში ძალიან დაჭირდება მას ჩემი აზრით. აქ სტაკის ცდელობა წარუმატებელი, მაგამს ბევრი ვერ სტაკავს. სამაგიეროდ Ancient-ის დააკვირდი ნეტვორს ტემპლარსა და მეზუზას განსხვავება. პლუს 2000-ით იგებს ტემპლარ ასასინი მედუზას წინააღმდეგ და უკვე პრობლემები აქვს. ნუ ეს მოსალოდნელიც იყო. ხო, მოსალოდნელი იყო, როგორც აღვნიშნეთ, იქ ორჯერ თუ სამჯერცად ეს ტემპლარის მოკლა, თუმცა ერთ შეტევაზე პირიქით ლაიონი დაკარგეს, როგორც მახსოვს.
ნუ ისეთ დრაფტებს გვთავაზობენ ამ თამაში და ზოგადად დღეს მოთამაშეები, რომ ნუ მეტწილად შესრულებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენი ორგანიზებულად მოხდება თვითონ ფაითი, რადგან აი არც ერთ შეცდომას არ პატიობს, ნუ დაპაუზო თამაში. არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს, არც კირაჯი, არც ონდბაი ამ შემთხვევაში ისეთი ლაინაპებია წარმოდგენილი. ო, ნუ პლუს გავიხსენოთ, რომ უკვე ლან ტურნირია. 4 უძლიერესი გუნდია გასული უკვე ტურნირის ბოლო ეტაპზე და რა თქმა უნდა არანაირი შეცდომა არ იქნება დანდობილი. ხედავთ Excel-ს პირველზე გაგრძელდა თამაში. ხო, გაგრძელდა თამაში. რაც შეეხება Excel Shadow Blade-ზე გადაწყვიტა წასვლა. კი, რატომაც არა, დაცვის ერთ-ერთი სტილი გამართლებულია აბსოლუტურად, თუმცა ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი აკისრია Sand Kings აქ, რადგან ნუ playmaker-ი უნდა იყოს ამ შემთხვევაში. პრაქტიკულად. სწორი სლარდართან ერთად. ო, აი ახლა მოკვდება. epicentri. Excel-ი კარგი. ღმერთო, მაგარი silence-ი გააკეთა, ფანტასტიკური ფიზერი, ასევე Wisp-ის შესრულებით, ვიღაცა უნდა მოკვდეს, აქ თუმცა ვინ მოკვდება ჯერჯერობით არ ვიცით, მრგვალია მოსულ, თუმცა მრგვალი და Wisp-ი ახლა ვერავის არ მოკვდება, მისდევენ Excel-ს კიდევ ერთი სკორპიოს შესრულებით, ნენის ნუ ძალიან კარგი თამაში Excel-ისგან, ნუ გასტითი გააწყვეტინა ეპიცენტრი Sand Kings, თუმცა ტელეპორტი გააკეთა ისევ Tower-თან. ხო, და აი შეცდომა. ეს არ იყო რა თქმა უნდა შემთხვევით, ეს შეგნებულად გააკეთა. ჩემს შეცდომა იყო შეიძლება თავისუფლად დაბრუნებული. არა, არ დაეჭირებოდა არანაირ შემთხვევაში. აქ უბრალოდ ჩათვალო და ეხლა ო, კი ბატონო, მოკვდა ოფლეინერი X-ო, მაგრამ Discovery არ დაინდო. ო, შურიზია. ნუ Discovery გაიჭრა წინ ძალიან 6000 უახლოვდება უკვე მისი ნიშნული მე-11 წუთზე და Discovery უნდა გაჩერდეს. ნუ ჩვენ გვახსოვს რომ წინა კირაჯი Warriors-ის თამაში ანტი-მეიჯმა მისცა სპეისი Discovery-ის Templar Assassin-ს. კი, შედეგი ყველა მისცეს. კიდევ ერთი smoke-ი owned by-სგან ისინი ხვდებიან რომ არ შეიძლება ნუ blink dagger-ები ბატონო blink dagger-ები არ აქვს ჯერ. blink dagger-ი არ არის, თუმცა Sand Kings-ზე გვაქვს blink dagger-ი? არა, შორს ავართ Sand Kings blink dagger-ისგანაც. ნუ ეხა არ უნდა მოსწონდეს. სამი სტანი იმიდის. ნახოთ, ვერავის ვერ იპოვიან, რადგან რაღაც მიმართულებით. კიდევ ერთი Discovery, კიდევ ერთი Tower-ი შეირგო და თუ არ ვსწრებ პრაქტიკულად აქ დესულობა არ შეიძლება ეხლა ამ სიტუაციაში Discovery-ს მარტო დატოვება, რა თქმა უნდა, ზუსტად მისი Templar Assassin-ის დამსახურება ის რო კირაჯი Warriors-ი ლან ტურნირზე ასპარეზობს დღეს. კი ბატონო, გეთანხმები. ნუ წარუმატებელი smoke-ი ვიხილეთ. და ჯერჯერობით სიტუაციას აკონტროლებენ ძალიან მარტივად. კირაჯი Warriors მოთამაშეები Discovery შეუშინათ კიდევ აგრძელებს ტოპის ფუშვას. იქვე არის რუბიკი და ერშეიკერი, ასევე ფაკი. ნუ მოკლედ მთელი რაზმით ცდილობენ დაიცვან, ასე ვთქვათ, ტემპლარი, რომელიც ფუშავს ტოპს. მიზა კი დატოვებულია Excel-ი მარტო და აი დაინახეს ინკი და ინკი სავარაუდოდ მოკვდება. Silence-ი, Dreamcoil-ი, კიდევ ერთი ორბი მოკვდა, ასევე შეიწირა ყოველბერს ნენი, სტანი კი ბატონო, მაგრამ ნუ შეგუჩას შორს არ უკვე ნენი, აქვე სკორპიო წამოეხმარა, სტანი ნუ ეხლა რა ხდება? იქ დაჭერილი ყავთ შეიკერი, რომელსაც რა თქმა უნდა მოკლავენ, თუმცა ფუჟერი არა მოკვდება, მაინც შეირგო მედუზამ. შეიკერი, ნუ ხედავთ რომ early game-ში ჩვეულ სტილში საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის კირაჯი Warriors-ი მოწინააღმდეგეს, თუმცა ნუ ყველაფერი უკვე მედუზაზეა დამყარებული late game-ში. ნუ ეხლა ხომ მოკლა იქ სლარდარი სოლოზე. ნუ პაკიც საკმაოდ შედეგიანად, ნახეთ ახლა ნეტვორკში 4000-მდეა owned by score-ები, ხოლო 7200 Discovery-ის ფარმი არ ჩერდება. ხო, საჭიროა ამაზე აქცენტის გაკეთება, რადგან პლუს ფაქტად ხედავთ 1700 გოლდი აქვს უკვე ზევიდან, ახლოს არის მისი დაგერი და რაც ვივარაუდეთ რომ Sand King, ანუ Sand Kings-ს სჭირდება, რა თქმა უნდა, დაგერი და პლუს ლარდას, რა თქმა უნდა, ცოტა მოგვიანებით სავარაუდოდ. ნუ მოკლედ დაკონტროლებენ ჯერჯერობით კირაჯი Warriors სიტუაციას 100%-ით და უადვილდება ჯერჯერობით მათ Tower-ების გატანა. ნუ Scorpio, კარგი ცდელობა. ხო, თუმცა არ გამოვიდა, კარგად დაიცვა. Sand King-ი და პაკი არიან ის გმირები, რომელსაც კარგად თამაშობს Excel-ი. Sand King-ზე და პაკზე არის დამოკიდებული თელი შემდგომი განვითარება. 10000 მიყავს კირაჯი Warriors მერთოდ შემომეთ 15 წუთზე. მარტო Templar-ის დამსახურებაა ჯერჯერობით. ხო, ნუ პლუს Excel-მა ახლა შეიგო კიდევ ერთი Tower-ი და T1-ები არც ერთ ლეინზე აღარ აქვს უკვე owned by-ს.
და ფაქის ბლინკის დამთავრდა. ჯერჯერობით იმედის მომცემი არაფერია on-by-ისთვის, თუმცა დაველოდოთ Sand King-ის dagger-ს. რამდენი აკლია, მოდი გადავხედოთ კიდე. არაფრის საშუალებას არ აძლევს ეს. ძალიან ნელა ფარმავს blink და ჯერჯერობით Sand King-ი. აღნიშნავ კიდევ იმას, რომ ტემპლარამაც პრაქტიკულად დაამთავრა blink dagger-ი Desolatoris შემდეგ. აქვს უკვე. ხო, Desolatori აქვს, blink dagger-ი საავადმყოფო შემოგწავა BKB-ზე. შეტევა Whiplash-ზე, მრგვალი, აწევა ტელეკინესი, იქნება Fissure და ერთ დარტყმაში აღარ არის Medusa. საოცარი ფარმი Discovery-სგან ძალიან მალე გაფარმა. ვერ გააჩერებენ ამ კაცს რაღაც ესეთი სუნი მცემს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. პლუს ამას evasion-ი 12%-იანი აიღო ტალენტად Discover-მა, რაც ხო, ტალანტ სერიოზული პრობლემაა on-by-ისთვის. ხო, და ძალიან მარტივი როშანი Kiraji Warriors-ისთვის. ნუ მოკლედ, რავი, რა დაამატებ, ყველაფერი ჯერჯერობით. და Slardar-იც მოკვდა. Excel-მა შეიწერა solo kill-ი. ანუ საკმაოდ მარტივი როშანი, ჯერჯერობით ერთპიროვნულად ლიდერობენ Kiraji Warriors-ი. ნუ Excel-საც გადავხედოთ, იაში აქვს უკვე მას და 1000 გოლდი აშორებს მანტამდე, 800. ხო, ნუ Word-ებზე არაფერი გვითხოვს, შევხედავთ bottom ტყე, bottom ტყე რა იყო და top ტყე Dire-ში დავარდილია კარგად. Farms-ს არაცლიან Kiraji Warriors-ი, on-by-ს თავი ტყეშიც კი. რაც შეეხება Dire-ის ხო, აქ ხედავთ, ცენტრი ვერ ხედავს. მოხოთ იმ observers. ნუ შეტევა იქნება ახლა Tower-ზე, შეეძლებიან პირველი Tower-ის გატანას 16 წუთზე. ცოტა დაგვიანებულია, თუმცა რა თქმა უნდა, სასიხარულო რა მაგარია Discovery შემოვარდა, ერთი დარტყმა, ორი შენელება, ulti და არ ვიცი, ნუ საშინელი დემიჯი ტემპლარისგან პლუს 315 მე-16 წუთზე ჯერ. Medusa-სგან mana shield-ი არ ქონდა მას გააქტიურებული. რა თქმა უნდა, მარტივად Discovery-ის double kill-ი. mana shield-ი არ ქონდა გააქტიურებული Medusa-ს, ამიტომ ნუ ატომას გააწყდა რომ ulti ჩაერთო ჯერ და ამაჟორა. ნუ აქ პაკი დაიჭირეს. არა, აიცილის. ორბით გადახდა პლუს ტრიმ კოილი. აქ რა ხდება ღმერთო ჩემო კი გამოდოდა შეკვდა ეკოსლემი წევიდა Discovery Inc-ი. არ შეიძლება მოგდეს, არ თქმა უნდა, თუმცა გაიწერა NS მხრიდან Inc-ი გადარჩება. მრგვალი მოგდება აქ Inc-ის მხრიდან, თუმცა მიყვა ამ Sand King-ი შაინი ჩართული აქ. საერთოდ მოგდება Inc-ი, რა თქმა უნდა, შაინი არ უშჯონის მას და -3. პლუს Medusa იყო მკვდარი და Lion-ის ხო, Team YP საბოლოო ჯამში Kiraji Warriors-ში შესრულებით. ნუ ბრავო ბიჭებს, არ ვიცი რა დავამატო. ძალიან თავდაჯერებულად გამოვიდა. ძალიან და რაღაც ნუ ძალიან მაგას თამაშობენ. ხო, და კიდევ ერთი Tower-ი ტეორი დაკარგეს უკვე bottom-ზე owned by, ნუ რაღაც ძიმე მდგომარეობა აქვს ამ გუნდს პლუს 16000 net-worth-ში. Kiraji Warriors-ის მხარეს, ნუ რავი, რა ვთქვა, არ ვიცი. აი 1600, ნუ ცოტა დარჩა, რა თქმა უნდა, Nens. აქ ერთი-ერთზე, აქ ნუ X-ოს solo kill. ტრიპივით შეირგო ლიონი პაკმა. ნუ არანაირი წინააღმდეგობას არ ქონია იქ ადგილი. ახევარი HP ჩააგდყა უკვე high ground-ზე, bottom high ground-ზე Towers. ხო, კარგად გამოიყურება ძალიან Kiraji Warriors-ი. მომზადებულად რაც თავარია. მე მაინც როგორც comeback-ების მოყვარული ველოდები რაღაც. კი. ვის არ უყვარს comeback-ები? საკვანძო team fights. ხო, მაგრამ ყველაფერში Medusa უნდა შეიტანოს მაქსიმალური დემიჯი, რომელიც სანასტერად და ნუ აი ხა რა მარტივად ყდება აქ Scorpio ხედავთ. ნუ არ შეიძლება ეს ახლოს დგომა. მიხოთ იმ რომ რიგრიგობით იხოცებიან ხო, ნუ ეს ფიდია ჩოვლებრივი. ჯერ კიდე იმორტალი აქვს Discovery-ს თუ არ ვწდები და თავისუფლად შეუძლია აქ Towers ნელ აკლებს Excel-ში. ნუ მაინც უნდა გაეთვალისწინებინა on-by-ის ის რომ როცა და ეხლა ანუ რა ხდება, ნუ ახლა დაბლი Excel-ისგან, ნუ ჩართულია Stonegate-ი, თუმცა აქ გაქფავდა ორი კაცი თუ და Rubikმა მოპარა Stonegate-ი, Medusa-ს და იქით გააშეშა, რა თქმა უნდა, -1 double kill-ი, Discovery-ს ხედა კიდევ ერთი Fenerfizla dominating-ი Excel-ს ხედა, GG-ს დროა და 20000 ხო, ფარმი უკვე ზედმეტია და Rubikisგან ძალიან საინტერესო თუ ყველაფერი გადაწყვიტა ძალიან სწრაფი. პაკის ძალიან კარგმა თამაშმა, კონტრინიციატივა და გაიქცა. კი. Blue Discovery აქ რა შვება, ნუ აღდგება უკვე full HP. მოკვდება Milk Strike-ით ის. Loading-ი, strike-ი. კარგი ulti, თუმცა გაიქცევა აქ Discovery რაღაც ეს
ცოტა პატარა შეცდომას გავდა, თუმცა მაინც დისკავერი გადარჩება. ნუ მინუს ლეინი. პრობლემები აქვს ნენს და ნენი სავარაუდოდ უნდა მოკვდეს და ასეც ხდება. თუმცა არა სენსორში გადის. კარგი, ბრავო. ნენი დისკავერმა ერთ დარტყმაში დაწუნებული ვარ სლარდარი გააქრო უბრალოდ. ნუ მე უკვე აქ ჯიჯის დავწერდი მიუხედავად ჩემი ოპტიმისტური ხასიათისა, რადგან ელემენტარული მათემატიკურად აბსოლუტურად 26000 გამორიცხულია. 26000 ამის დაკამბექება უკვე ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი ჩანს. ჯობია რომ იფიქრონ უკვე შემდეგ თამაშზე, Game 2-ზე. თუ ის ფაქტორი ვერ გაითვალისწინა on-by-იმ, რომ Draw Ranger-ი, ოდესაც ყავს ეს თავისთავად ნიშნავს early push და ისეთი late გმირის აღება, როგორც არის Medusa, ეს შეცდომა იყო. ხო, ნუ რაც ვივარაუდე მე, კი, შენ late-ზე იყავი ორიენტირებული, რომ შეიძლება late-ისკენ წავიდეთო, მაგრამ მე ვივარაუდე, რომ early-ში შეიძლება გადაიწყვეტო ყველა Kiraji Warriors. რაც ხდება კიდევაც Excel-მა უბრალოდ და ასევე Templar-მა, ნუ უფრო რა თქმა უნდა, ნუ ისევ და ისევ გადაატრიალეს ყველაფერი. ყველამ ძალიან კარგად იცის უკვე და გაიცნო ეს თიმი Kiraji Warriors-ზე მათ ლაპარაკი რომ ნუ 90% შეხვედრებში early games-ზე აკეთებენ 100%-იან აქცენტს, რასაც ვერ აჩერებს ჯერჯერობით ვერავინ. ნუ მეტამ შეძლო მხოლოდ ერთხელ შეჩერება ისიც ნუ 120 თუ 140 წუთი დეფავდნენ მეგაკრიპებს. კი, და პლუს მეორეჯერ შეხვდნენ მე იქაც ერთი რუკა მოუგეს. თუმცა შემდეგ შენ როგორც კი early game-ში ბოლო რუკა რომელიც ითამაშა No-Metam და Kiraji Warriors-მა იქ პირიქით თითქოს თელი თამაში No-Meta უტევდა და იქ შენ რო თქვი Space-ი მიცა Templars Anti-Mage-მა, რომელსაც თელი გუნდი დაძდევდა პრაქტიკულად და თელი გუნდი ძალიან კარგად უმკლავდებოდა ამ Anti-Mage-ს, მაგრამ საბოლოო ჯამში Templari ისე გაიფარმა რომ ვეღარ გააჩერეს. 30000 სხვაობა network-ში. ნუ ეს უბრალოდ Sand Kings აქვს Blink Dagger-ი, თუმცა კი. აი ეს არის მე მგონი ბოლო, ხო, ნუ მგვალი. ხო, რუბიკია და დაიხარჯა Stone-Gaze და პირიქით გაისტანა უკვე იქ ვიფლეში და ასევე ძალიან თუ შეკოსლემი 4 კაცზე ძალიან კარგი არის. არ მისცეს განძრევის საშუალება, პაკდა მოკვდება ახლა რა თქმა უნდა პაკის დაკარგეს. თუმცა ამასობაში Discover-მა იხელდა დრო და top lane-ი გაფუშა, Sand-ი გადმოდის იქ. აგრესიულად შევიდა, Maelstrike-ს ვიხილავთ, ნახოთ არა სალადას გადაუხდა Discover-ი, მიდის თუცა მისდევს სლარდარი. დაუპო მერთო ჩემო godlike-ი პირდაპირ godlike-ივით გააქრო ეხა სლარდარი Discover-იმ და Tower-ი პრაქტიკულად აღარ არის უკვე top-ზეც. ნუ -2 იყო, მაგრამ უცბად ნახეთ რამხელა ძალა აქვს Discover-ის, ხო? ხო, ნუ და მიდი და ეხა Excel-ის და Discover-ის ამხელა damage-ი როგორ უნდა გააჩერო? ვიფლეშს აქ შანსი არ აქვს. Sand King-ი კი Blink Dagger-ი, თუმცა რა damage არ არის გუნდში. Damage როცა არ არის გუნდში, ვერავის ვერ კლავ, ანუ იმას ნიშნავს რომ ვერ აჩერებ მოწინააღმდეგეს. და Templar როგორი გაკაჩული აქვს, ხედავთ, ააწყო Malevolence-ი, ანუ Silence-ი. ეხლა თავისუფლად შეუძლია Excel-ას რომ სამივე მხარე გაიტანოს ისე რომ წინააღმდეგობასაც ვერ შეხვდება. ხო, არა, ნუ მე ვფიქრობ რომ დაახლოებით 99.9% GG არის. იქ ნახეთ შესულია Discovery და რატო? სად? ორქიდი აუფეთქდა ბოლოში. თუ Bloodthorn არა ორქიდია ჯერ ბოლო და იყო აქ რა ხდება და დაიხარჯა Excel-ზე ყველაფერი, თუმცა ნახევარი HP-ს არ ჩაკდა მას. აქედან პირიქით მგვალი სტანით, Trincoil-ი სამკაცზე და გააქრობენ თელგუ დარტყმული ეს იქნება GG. Double kill Excel-ში ხედა loading-მა GG. 10-0. ნუ საკმაოდ სუსტად წარიმართა ეს თამაში on-by-ის ხრიდან და უკვე 10 წუთი დავისვენოთ და ნახოთ რა შემოგთავაზებს დრაფტერი 1-0 Kiraji Warriors-ის victory. შემოგირდებით ცოტა ხანში.